მშვიდობა მეგობრებო, ღმერთმა დაგლოცოთ. გუშინ და დღეს ვაგვირდები სიტუაციას რუსეთში, სადაც მასობრივად წვავენ საქონელს, ასობით, ათასობით საქონელს და ამბობენ, რომ რაღაც ვირუსია გავრცელებული და ასე შემდეგ. და ამასობაში თვითონ მოსახლეობა, ფერმერები, ვისაც საქონელი ყავს, იღებენ ვიდეოებს, რომ ჯამთელია საქონელი, წყალსაც ვამენ, საჭმელსაც მიიღებენ, დარბიან, ეხლა მე საქონლეობას მივსდევ სოფელში და ვიცი, რომ როცა საქონელი საჭმელს ჭამს, წყალს მიირთმევს, აქტიურია, ფაქტიურად ჯამთელია რა, ასე ვთქვათ. და ასე დაწვა, დახოცვა მასიურად საქონლის ამის წინათ ღორები მოსპეს. ეს შემთხვევით არ ხდება მეგობრებო, ძალიან დიდი არეულობა ამ თემასთან დაკავშირებით რუსეთში, სიბირზე მაქვს საუბარი, ასეთი ადგილია სიბირი რუსეთში, სადაც უკვე სოფლის ცხოვრები ხალხი აჯანყდა და არ აძლევენ უფლებას სპეციალურ სამსახურს, რომ მათი საქონელი დახოცონ და დაწვენ. შემზარავი კადრებია მეგობრებო, მე ხა მიყვარს სოფელი, მიყვარს საქონელი, ყრია, მასობრივად ყრია მიწაზე საქონელი და ცეცხლი უკიდია, ცოცხლად წვავენ საქონელს. ხა რატო ვეხები ამ თემას მეგობრებო? მე დარწმუნებული ვარ, რომ ეს ყველაფერი კეთდება ხელოვნურად. იმიტომ რომ ომის შემდეგ, ომთან ერთად ეს ასე ვთქვათ, ჭინკები, რომლებიც სოფლიოს მართავენ, გვიმზადებენ შიმშილს მეგობრებო. და შიმშილი როგორ მომზადდება? თუ ადამიანი დამოუკიდებელია და უშვა თუ საქონელი ყავს, თუ ბოსტანი აქვს, თუ თავის მიწა აქვს, ეს უნდა მოსპონ, ხო? ამიტომ დეპოპულარიზაცია რომ მიდის სოფლის, რეგრესია, ასე ვთქვათ, ცარიელია სოფლები. ამიტომ იქ საქონელსაც რო წვავენ, ხან ქათმის გრიპია, ხან ღორის გრიპია, ხან ძროხის და ასე შემდეგ. ეს ყველაფერი ხელოვნურად კეთდება მეგობრებო. ჩვენ მოვესწრებით ალბათ საქართველოში იგივესაც, რასაც იგივე საქაც იზამენ. მოკლედ ისე აკეთებს სოფლიო მმართველობა, რომ შენ დამოუკიდებლად ვერ იარსებო, რომ შენი წყალი არ გაგაჩნდეს, შენი ბოსტანი არ კონდეს, შენი ცხოველი არ ყავდეს, რომ დამოუკიდებული იყო სისტემაზე. მე ჩვენ გვახსოვს 90-იანებში ომი რო იყო სამოქალაქო ომი, ერთ დღეში დაიცალა მაღაზიები და რომ არა სოფელი მეგობრებო, რომ არა ის საქონელი, ღორი, ძროხა თუ ქათამი, რომ არა ის ბოსტანი, სიმინდი, ქართველები მშიერი ამოწყდებოდა მეგობრებო. ამით იმის ქვამიდა, რომ ჩვენ სულ გვარჩენდა, ასე გადაგვარჩენდა ხოლმე მიწა, საქონელი. ხოთ, ვინც მირეკავთ, არ დამირეკოთ, როცა პირდაპირ ეთერში ვარ. ხო და ამ ყველაფერს ებძვიან და ეს ყველაფერი მეგობრებო კეთდება ხელოვნურად. გინდ გაიცინეთ, გინდ არ გაიცინოთ, გინდ დაიჯერეთ, გინდ არ დაიჯეროთ. სულ მალე თქვენ თვითონ მიხვდებით, რომ ხელოვნურად შექმნიან შიმშილობას. ადამიანი, რომელიც მოაზროვნეა, რომელმაც იცის ისტორია, განსაკუთრებულად თუ ღვთაებრივად უყურებს ცხოვრებას, მან იცის, რომ ადამიანის არსებობა მიწის გარეშე არ შეიძლება. ჩვენ უნდა გქონდეს ურთიერთობა მიწასთან, ბუნებასთან, ცხოველებთან. ეს ყველაფერი ღმერთმა იმიტომ შექმნა, რომ ჩვენ ეს ყველაფერი გვარჩენს, კვებავს. ეს მიწაზე რაც იზრდება, საქონელი ძეს იძლევა ხორცს თუ რაღაც, ეს ღმერთმა იმიტომ გააკეთა, რომ ადამიანს ემსახურება ეს ყველაფერი. და ჩვენ ახლა ამ ყველაფერს გვართმევენ, ამის წართმევა უნდათ. და გვთავაზობენ რაღაც კონსერვებს, რაღაც ვისი გაკეთებული და როგორ გაკეთებულია, ღმერთმა უწყის მაღაზიაში რო იყიდება პროდუქტი, რომელსაც ვადა აქვს წელიწადი და 2 წელი, ეს უკვე მეგობრებო არის ქიმიით გატანილი. ნატურალური პროდუქტი საკმაოდ მალე ფუჩდება. არ აქვს მნიშვნელობა ეს კვერცხია, ხორცია თუ რაც ხარ უნდა იყოს. შენ თუ რაღაც ქიმიას არ დაამატებ, ხო, რაღაც თუ არა ურია ამ ყველაფერში. ეს ყველაფერი გაფუჩდება. შესაბამისად მაღაზიაში რაც იქ 9 წელი აქვს ვადა, 1 წელი, 2 წელი, ეს ყველაფერი საწამლავი მეგობრებო. საწამლავია წამალი სიტყვა, წამალით შეგვინაცვლეს. ეს არის ფარმა ბიზნესი, ასე ვთქვათ, აპტეკები რო ავიღოთ, ხო, მედიცინა, თანამედროვე. ადრე იყო ისე ღვთივ მონიჭებული მცენარეების საფუძველზე მკურნალობა. და კაცობრიობა არ ამოწყვეტილა მეგობრებო. ეხლა გამოიგონეს ეს წამლები. რამდენი წელია? 100 წელი დაუშვათ. მანამდე
ბალახეულზე და იმაზე კუნალობდნენ ადამიანები, ხო? ამით იმის ქვამიდა რომ სანამ ანტიქრისტე გამეფდება მეგობრებო, მის ხელში უნდა იყოს საკვები, მედიცინა, განათლება, სოფელი, ყველაფერი მის ხელში უნდა იყოს, ადამიანი უნდა იყოს მონა. დაქვემდებარებული. ადამიანს არ უნდა გააჩნდეს საკუთარი არაფერი, ეს არის ანტიქრისტეს გეგმა მეგობრებო. და აქეთკენ მივყავარ ჩვენ. არ მინდა ხამ თემაზე ბევრი საუბარი, უბრალოდ მინდა მოგიხმოთ, რომ არ გაყიდოთ მაინც სოფლებში სახლი. რავი, თვეში ერთხელ მაინც ჩამოდით სოფელში და მიაქციეთ ყურადღება, გაანიავეთ ოთახი რაღაცა საფხულის დროს ის მიწა დაამუშავეთ, ბოსტანი მოიყვანეთ. გეუბნებით რომ მოდის ისეთი დრო მეგობრებო, მერე გვიანი იქნება. დაჟე მეც გეტყვით რომ შეიძლება სოფელმაც ვერ გადაგაჩნიოთ, მთებში მოგვიწიოს გასვლა. და სოფელში ცხოვრება თუ არის, მთებში ვერც გადარჩები. მიწასთან ურთიერთობა უნდა იცოდე. ხელობა უნდა გესმოდე, მამაკაცს უნდა შეეძლოს ტყეში ნაჯახი და ასე ვთქვათ, ბარით მიწის ამოთხრა, სახლის აშენება, რაღაცა კრიტიკული მდგომარეობისათვის უნდა იყოს მამაკაცი, ქალიც მზად. მოდის ეს დრო მეგობრებო, ეს სახუმარო თემა არა. ვუზივარ ეხა რაღაცებს ვაკვირდები, აი გადამოწმებული ინფორმაციაზე მაქვს საუბარი. და მაქვს ურთიერთობა სასულიერო პირებთან. წმინდა მამის ვკითხულობ, ყველაფერი როგორც დაწერილი აქვს, როგორც დაგეგმილი აქვს და მასონებ და იმათ, ყველაფერი ისე ხდება მეგობრებო. ჩვენ თუ არ გამოფხიზლდებით, თუ ღვთაებრივ კურთხევას არ აღვასრულებთ, ჩვენ ძალიან მალე დაგვიმონებენ მეგობრებო და ძალიან მალე გამეფდება ანტიქრისტე. აი გულწრფელად გეუბნებით და მამა გაბრიელის ჩვენი წმინდანის სიტყვები რო ის დაბადებულია თქვენ მოესწრებითო, ძალიან აქტუალურია მეგობრებო. და ყველაფერი იმისკენ მიდის, რომ მართლაც ის უკვე დაბადებულია და მამა გაბრიელი ამას ამბობდა 95-ში. ეხა იმ ლოგიკით რომ გამოთვალოს რაღაც 30 წლისა უკვე, ხო, 29, 30, 31 წლის. და შეიძლება ძალიან მალე მოხდეს ყველაფერი მეგობრებო. რა უნდა ვქნათ? რაც მოსახდენია მოხდება, რა თქმა უნდა, მაგრამ მოდით ამ ეხლა მაინც დავდგეთ ქრისტეს მხარეს მეგობრებო. მოდით ერთგულება გამოუცხადოთ ქრისტეს. შეიძლება ჩვენი ერთგულები, ჩვენი სინანული და ცნებების დაცვით კიდევ გააგრძელოს კაცობრიობის ისტორია უფალმა. ჩვენზეა დამოკიდებული ყველაფერი. ღმერთი ვერ ჩაერევა ადამიანის თავისუფლებაში. და ის ეშმაკები ერევიან ჩვენ თავისუფლებაში. ვახედავ, საქონელს წვავენ, ფრინველებს წვავენ. ეხლა ავიღოთ აი ნერგები, თესლები, ხო, ყველაფერი გემეოზია გადასული, ნატურალური სიმინდი უკვე არ შემორჩა მეგობრებო. ყველაფერში შეიტანეს მამნებლობა. მაგიტომ ამდენი კიბო და ერთი ამბავი და ავანტყოფობები მეგობრებო. კაი, სხეული ჯანდაბას, მაგრამ სულს რო კლავენ მეგობრებო, სულის რო გამოფიტეს ამ სიცრუით, ამ დიზინფორმაციით, ამ ეკლესიის წინააღმდეგ ბრძოლით. ადამიანს ორივე დონეზე კლავენ, სხეულის და სულის დონეზე. სული უმთავრესია, რა თქმა უნდა, უკტავ სულს პირდაპირ გაგებით ეხებიან და ჯოჯოხეთისკენ უჯიკავებინ, ასე თქვა და უნდა გამოფხიზდეთ მეგობრებო, მე ვალდებულად ვთვლი თავს რომ ამ თემაზე ვილაპარაკო. ხა 77 კაცი მიყურებს ონლაინში, მაგრამ მე ამ ვიდეოს ნახავს 10,000-ობით ადამიანი. აი მინდა გითხრათ მეგობრებო, ჩემი ჭკვით არ გეუბნებით. ამას გვაფრთხილებს უფალი, რომ ბოლო ჟამს ომები იქნება, ომებს შიმშილობები მოყვება, ეს ყველაფერი ხელოვნური კეთდება, როცა კაცობრიობა დაიღლება ომით, შიმშილი და უკიდურეს მდგომარეობამდე ყველა იტყვის რომ მშვიდობა გვინდაო და ამ არეულ ხელოვნურად სამყაროს ანტიქრისტე მოევლინება და დააწყნარებს ისკოს და გახსნის ამ მაღაზიებს, დაგირიგებთ ამ პროდუქტს, მაგრამ რის საფუძველზე? თუ გინდა ეს ყველაფერი მიიღო და მშვიდობა იყოს, უნდა მიიღო ან შუბზე, ან ხელზე, ასე ვთქვათ, ბეჭეტი ანტიქრისტესი. ეს ამ ყველაფერს ჩვენ ხო ვხედავთ მეგობრებო, ეს ყველაფერი უკვე შესულია სიღრმისეულად. ჩვენ აპოკალიფსურ დროში ვცხოვრობთ მეგობრებო, ეს სახუმარო თემა არა, ბევრს ეცინება. ბევრს დაჯერებაც არ უნდა. მე რა თქმა მე შვილები მყავს რაღაც. ვაი მეძუძურენი, ვაი იმათომი შვილები. აი ეს ვიცხაც ეხა შვილები ყავთ, ხო, უკვე გამაგდით, უკვე გაძლიერდით. ვინც ორსული ხართ, რომ ჩვენ ბოლო ჟამის ადამიანები ვართ. იმ დროს, რომ დადგება არჩევანი ღმერთი თუ ანტიქრისტე, უნდა აირჩიო ღმერთი. ორსული იქნები თუ შვილი გაყოლება ხელზე არ აქვს მნიშვნელობა, უნდა გაყვე ქრისტეს გზას მეგობრებო. ბევრი ამის საფუძველზე ცდება, რომ შვილი აქვს, ზოგს სახლი გასაშენებელი, ზოგს კიდევ რაღაცა გავძლიერდეთ უნდა, ქრისტე უნდა იყოს პირველ ადგილზე მეგობრებო. თელსოფლიოს მინდა მივაწვდინო ეს ხმა, ამაზე ბევრი უნდა ვისაუბროთ. ამაზე უნდა საუბრობდნენ სასულიერო პირები. აი დაწყებული კორონადან უკვე всё სამყარო არ შეიცვლება.
დამიჯერეთ თავს დავდეთ მოსაჭრელად არ იქნება ისე რომ დაბრუნდება მოდაში სიწმინდე, ქალიშვილობა, სიყვარული, ოჯახი, სამშობლოსადმი სიყვარული არ დაბრუნდება ეს არასდროს უკვე всё მეგობრებო. ეს ჩაბარდა წარსულს უკვე იქნება რეგრესი. დეგრადირება წინ და წინ. იმიტომ რომ კაცობრიობა დაშორდა ღმერთს. მე ამჯერა რომ ერთბაშად ღმერთისკენ მომბრუნდებიან, გამორიცხულია. აი ევროპა აიღე, თელი ევროპა არის მეგობრებო, რა ვიცი, გარყვნილების ორმოში. იქ ტაძრებში ისა გაკეთებული კაფე-ბარები, მუზეუმები და ათასნაირი სისულელეები. ევროპელები შეიძლება კიც მიხვდნენ რა როგორ, მაგრამ მადლი არ აქვთ, უკვე უმადლო არიან. მადლის გარეშე, ღმერთის გარეშე ას გააკეთებ. ეშმაკს ვერ დაამარცხებ შენ მადლის გარეშე. ეშმაკს შენ კი არა ღმერთი ამარცხებს და იმ შემთხვევაში თუ შენ ხარ ღმერთთან, შენ თუ არ იქნები ღმერთთან, ღმერთი ვერაფერს ვერ იზამს, იმიტომ შენ თავისუფალნებაზეა დამოკიდებული ყველაფერი. ევროპას გავცილდეთ ისლამური სამყარო ავიღოთ, იქ ხედავთ რა ამბავი ხდება მეგობრებო. თუნდაც ჩვენთან ავიღოთ ეს განხეთქილებები, დახეთქილობები, არა ერთობა პარტიებათა დაყოფილი ქვეყანა პატარა რაღაცა და ახაც ეგრევე წაუკიდებენ, აურევენ სამყაროს ეგრევე საქართველოშიც. აქ პატარა რაღაც, ეხლა ერთი ბიძგი რომ იცენ, ერთმანეთს დახოცავს ქართველები, არა? აბა გადაიხედეთ ისტორიაში გამსახურდიები, შევარნაძისტები, კიტოვანისტები, იოსელიანისტები და ქართველი ქართველს კლავდა. ღმერთში რო ყოფილიყო გაერთიანებული, ეს არაფერი არ მოხდებოდა. დღესაც არ ვართ გაერთიანებული ღმერთში, დღეს უარესი რაღაც მოხდება მეგობრებო. ამიტომ გამოფხიზდეთ, უპირველეს ყოვლისა უნდა დავიწყოთ ლოცვა, ღვთაებრივი ცხოვრება მეგობრებო. ხო გვაფრთხილებს ახარება, ხო გვაფრთხილებს უფალი. მამა გაბრიელმა თქვა დადგება ეშამი და უნდა გახვიდეთ ტყეშიო 30-40 კაცი. რა ვქნათ მამაო, მე წყალი საჭმელიო და წმენა უნდა გქონდეთო. გადაწერო მიწას პირჯვარს და პურად იქცევაო. ერთ სათხის ფოთოლს შეჭამს ადამიანი და ერთი თუ ეყოფაო. წმენა, მე მოგიყვებით აგერ მეგობრებო, საბჭოთა კავშირის დროს იყო დევნამ. კავკასიონის მთებში აგერ აფხაზეთზემა კერძოდ საუბარი, იყვნენ გლინელი ბერები და მოღვაწეები, რომლებსაც მოძდებდნენ. მოსაკლავად მოძდებდნენ და ბევრი მოუკლიათ. და ერთ-ერთი ყვება აგერ იმაში არიან დაკრძალული თბილისში. ვიტალი სიდარენკო შეიძლება გსმენიათ. მაგის წიგნში წერია, რომ უკვე უნდა მოვეკალითო, დაგვეწიო ვერტალოტი მოძდებდა ისა რა ქვია პოლიცია. და გავჩერდითო ადგილზე დავიწყეთ ლოცვაო, რომელიღაცამ თქვა რომ გაჩერდით ლოცვა დავიწყოთო. და პოლიციელებმა ჩაუარეს, ვერტალოტმა გადაუფინა, ვერაფერი ვერ შეამჩნია. და თურმე რა მოხდა? პოლიციელები მე როგორც გაირკვა ადამიანებს როგორც ხეს ისე ხედავდნენ, ვერ შეამჩნიეს ადამიანები. ამით იმის თქვა მინდა რომ ღმერთი ბევრ სასწაულს დაუშვებს იმათვის, ვინც აირჩევს ღვთის გზას. ხო, ღმერთ შეუძლია ადამიანი ხეთ მოაჩვენოს მტერს. ღმერთ შეუძლია შენ აქ ხარ და ეგერ 100 კილომეტრში აღმოჩნდე. ღმერთს ყველაფერი შეუძლია. ღმერთ შეუძლია მტარი აღადგინოს. წმენა მეგობრებო. წმენის სიდუხჭირია. აი წმენის არ ყოფნის, წმენის სიდუხჭირის საფუძველზე ხდება ყველაფერი რაც ხდება. ღმერთი ლაპარაკობს რომ წმენა კონდესო მართვის ოდენიო, თას უთხარი გადადი გადავაო. პირდაპირ გაგებით. წმინდანების ლოცვით წვიმა მოდიოდა, წმინდანების ლოცვით ეგერ ლათქმაში ვიცი ზღვა გაიხსნა მეგობრებო, მანას ფაფა გადმოცვიდა ციდან და ეს ხაპარი კი არა, ეს მოგონილი კი არა მეგობრებო, ეს რეალური რაღაცაა, მაგრამ დღეს იმას გვაჯერებენ რომ ეს ყველაფერი ხაპარია, ამ ყველაფერს არ დაიჯეროთ, რომ ბიბლია ვიღაცის მოგონილია. ეს არის ანტიქრისტეს ეშმაკური პროპაგანდა, რომ ეკლესიაში არია, რომ ბიბლია რომ მოგონილია. ყველაფრის ჯეროდეს გარდა არა ჭეშმარიტი ღმერთისა. ძალიან გთხოვთ მეგობრებო, გამოფხიზდეთ. ეს ომი დიდი ალბათობით არ გაჩერდება მეგობრებო, ეს უფრო ღრმა ფაზაში გადავა დიდი ალბათობით. რომ შეშედეს მაინც დაიწყება. ჩვენ უკვე შევტოპეთ აპოკალიფსურ ჟამში, ასე ვთქვათ, პატრიარქიც ამას ამბობდა, ჟამი ბოლოს არს და დაცინოდნენ. ეხლა ვხედავ ვინაა დასაცინი. ხო, აირია სამყარო. ხო და მე კიდევ ერთხელ მოუხმოვდი ჩემ ემიგრანტებს, მეც ემიგრანტი ვიყავი. რაღაც ისე გააკეთეთ მეგობრებო, ისე იმასქენით რომ აქ რაღაც მიწა გქონდეთ, რაღაც თქვენი სოფლები, სახლები შეინარჩუნეთ. მაინც იზრუნეთ იმაზე, რომ სამშობლოში დაბრუნდეთ. შეიძლება ერთ მომენტში, სადმე ბომბი მოფრინდეს ევროპაში, დაიკეტება ყველაფერი, მერე ჩამოსვლასაც ვერ მოასწროთ ფიზიკურად. ამას პატრიარქიც ამბობდა. ჩვენი ქვეყანა 100-ათვისია მადლმოსილია. კი არ ვარ შვეიცარია ეკონომიკურად განვითარებული, მაგრამ აქ მადლია ღვთისა მეგობრებო, მადლი. და ნათქვამიცა რომ ბოლო ჟამს აქ ნაკლები დევნა იქნება. და აქ ბევრი სული ჩამოვაო გადასარჩენად საქართველოში. და ჩვენ ხედავთ უკვე ბევრი მოდის საქართველოში. რა ვიცი მეგობრებო, მე თავს ვალდებულად ჩვენ ოჯახში ამ თემაზე სულ საუბრობთ. მშვიდად ლაღად ვზივარ და საუბრობთ. ყოველთვის ვართ ტონუში, ღვთაებრივ ტალღაზე ვართ. მე, დედა და სულ საუბრობთ. პატარები არიან სახლში, ხო? რომ რამე ერთმანეთს ვამხნევთ, რომ რამე არ შეგვეშინდეს, ღმერთი ჩვენთანა,
ჩავკიდოთ ხელი ერთმანეთს და გავძლიერდეთ თუ მოვესწარით ამ დროს არ ვიცი ხა მე მოვესწრებით თუ არ მოვესწრები მაგრამ ფაქტია რომ ბიბლიური ასე თქვა წინასწარმეტყველები ხდება ხო და რა ვიცი მეგობრებო დრო გვანახეს ყველაფერს ხო მე გვიანი რო არ იყოს მე ვალდებულად ვთვლი რომ გითხრათ ეს კაცებს მოუხმობდი რომ ისწავლეთ ჩაქუჩის დაკავება ხელში ცულის დაკავება ხელში ხესთან მუშაობა ისწავლეთ ეს ყველაფერი გამოგადგებათ მეგობრებო 3 წელიწად ნახევარი იქნება დევნა იქ ტყეში რაღაც რომ მოგვიწიოს გაქცევა რაღაც ქოხის აშენება უნდა შეგეძლოს რჩევას გაძლე თუ შემორჩენილია ციგნები ლიტერატურა აი როგორი სოკოს ჭამა შეიძლება როგორი ბალახის როგორი მცენარეულობა მკურნავი რაღაც ასეთი ციგნები თუა შემორჩენილი აიღეთ მეგობრებო და იყიდეთ გქონდეთ ეს ციგნი რო რამე გაჭირდეს გამოგვადგება დღეს გამოფიტეს კაცობრიობა რომც მოგიწიოს გაქცევა ართხელობა იცის არავინ როგორი სოკოს ჭამა და ბალახის ჭამა იგიც არ ვიცით არაფერი არ ვიცით ამ ერთ კვირაში მოგტებით მშიერი აი ეს რამე ფანატიკური საუბარი არა მეგობრებო ამაზე გვაფრთხილებს უფალი ამაზე წმინდანები გვაფრთხილებს ზოგი გამოვა და იცინებს როგორც ნოეს დროს 120 წელი თუ 140 წელი აშენებდა კიდობას და მოუხმობდა ხალხს რომ წარღვნა იქნება რომ წყალდიდობა იქნება და დაცინოდნენ რომ დაიხურა კარი კიდობნის და წვიმა წამოვიდა მე მიხვდნენ და უკაკუნე კარი გამიღეო ნოე მაგრამ უკვე გვიანი იყო აი ძალიან გავს ეს რომ მეგობრებო პატრიარქი ამბობს რომ ბოლო ჟამია დაცინიან ეუნება რომ მიწას დაუბრუნდით არ გაყიდო მიწა დაცინიან სახარებას დაცინიან ტაძარში მისვლა არ უნდა აბა რა გვინდა მე გვიანი იქნება მეგობრებო ძალიან გვიანი იქნება დღეს ყველაფრში და ყველასი ჯერ ადამიანს ფსიქოლოგების ამისი იმისი სისულელები ოღონდ ღმერთს არ დაუჯერო ოღონდ აი ღვთაებრივს ვინც ლაპარაკობს იმას არ დაუჯერო ეს პირდაპირ ეშმაკის მიზანია რომ დასცინოს ყველა ადამიანს ვინც ხადაგებს ჭეშმარიტებას უფალს ხო დასცინოდნენ თავის დროს ხო ჯვარსაც იგივე მეორდება მეგობრებო მაგრამ ჩვენ ვალდებული ვართ ამაზე ვისაუბროთ ვალდებული ვართ ამაზე ვიზრუნოთ ვალდებული ვართ მოვემზადოთ შეიძლება ეს აღდგომა პრაქტიკულად ბოლო იყოს ხო შეიძლება ისე აირიოს სამყარო ერთ დღეში დაიწყო ომი ხო და უკვე რამდენი ქვეყანაა ჩართული შეიძლება ერთ დღეში ისე შეიცვალოს ყველაფერი მაღაზიები დაიკეტოს და არაფერი არ იქნება შეგნით ამიტომ გეუბნებით ის სოფლის სახლი ეს როგორც დედა ისეა მოეფერეთ მაგ სოფელს კიდევ არ მიაგდოთ ეს მიწები არ მიაგდოთ არ ვიცი ხა მე მესმის რომ ყველას თავის ცხოვრება აქვს და ყველა ქალაქელი ვერ გადმოვა სოფელში მაგრამ ვისაც გაქვს საშუალება და ის სოფელი გაქვთ მიხედეთ მეგობრებო ხა ჩემი სახლი იმხელა თუ გაჭირდა რაღაცა ერთსულოვნების ხალხი ვიც იქნება შემოვლენ ჩემთან აგერ 20 30 40 კაცი იყავით ერთად თუ არა პრობლემა თუ იქნებიან ერთსულოვნების ხალხი მობრძანდით აგერ ჩემთან თუ მოვიდა იზრო და მოვესწარი და ვიმოქმედებთ ერთად ხო ეს სოფლის სახლები შეინარჩუნეთ არ გაყიდოთ მეგობრებო განსაკუთრებულად უცხოელები რო ყიდულობენ ხო არაბები და ქვეყანა უჯულოები ბევრი რამ კეთდება მეგობრებო ხელოვნურად და ჩვენ ამას ვერ ხედავ და ვერ გვესმის არ გვესმის მეგობრებო ამაზე ხა არ მინდა ღრმად საუბარი ამას აჭირდება 5 საათი ვისაც უნდა გაიგებს ისედაც იმ ორ სიტყვაში ხო ვისაც ამის არ ჯერა და თავის ტალღაზია მაინც თავის გზას გაყვება ეხა რომც აგერ რო წერია რომ ეფრატის მდინარე გადაშება პრაქტიკულად გადამშრალია თურქეთს კაშხალებია გაშენებული და მოკლედ იქ წერია რომ ბოლო ჟამს ეს უკვე თითქმის ამხტარია ეს თემა მაინც არავის არ ჯერა მე ათონიმსაც ჩაიძირება ხატიმობა საქართველოში იმასაც არ დაიჯერებენ რაღაც ვიღაცამ რაღაც მოიტანაო და იქაც რაღაც მოხდაო მე ენუქი და ილია ჩამოა ამხელნ ანტიქრისტეს იმასაც არ დაიჯერებენ აგითხათ მეგობრ ზოგს ქრისტე თვალწინეთ გადა იმის არ ჯეროდა და ხა ყველა თავის არჩევანს აკეთებს მე აი გულწრფელად გეუბნებით ყველაზე მეტად მეცინება ამ ბოლო დროს რო უყურებ ინტერნეტში რა გეგმები რო ამს რო იშენებენ სასახლეებს ეს ჩარტერული რეისები და ესმინდა და ტელეფონები სიმდიდრე ეს არის სასაცილო მეგობრებო ამ ბოლო დროს ყველაზე მეტად ადამიანი უნდა ზრუნავდეს სულის ხონებაზე ჩემ თავს არ ვაძლევ უფლებას სხვა დღეზე რაღაცა წინასწარ მიზანი დავიყენო ამას გავაკეთებ იმას გავაკეთებ მე რა ვიცი ხვალ რა იქნება და შეიძლება სული ამომძრეს ხო ხვალ დღემდე ვერც მივიდე აი იგავი როა სახარებაში რო აგროვებს ერთი უგნური იმას მოსავალს და ბეღელი გაავსო და აუ აწიო 1-2 წელიო სავსემაკო ბეღელიო და არ ვიდარდებო და საჭმელი ასემაკო სასმელიო და ანგელოზი გამოეცხადება ამ საღამოსვე ამოგაზრობენ სულს და ღვთის წინაშე წარსდგებიო რაზე ზრუნავ ადამიანო ხო არ გეუბნები იმაზე რომ სახლი არ აშენო რამე არ გააკეთო კი ბატონო ხვალაც რომ ბოლო ჟამი იყოს რო გითხრან დღეს ხე უნდა დარგო მაგრამ არა სულის ასე ვთქვათ
დაქვეითების საფუძველზე სული უნდა იყოს პირველ ადგილზე მეგობრებო, სულზე უნდა ვიზრუნოთ. მოდი მე ჩვენ თავს კითხოთ, ვზრუნავთ ჩვენ საკუთარ სულებზე? არ ვზრუნავთ. ხორცზე ვზრუნავთ? კი ბატონო, ხორცზე ვზრუნავთ. სულის ხონებაზე ფიქრობთ? არ ფიქრობთ. დაოჯახებაზე, იქ რაღაც მაღაზიაში რა ვიყიდო, რომელი ქვეყანა ვნახო, სად ვიყიდო ბილეთები, სადა ვისვენ, ამაზე ფიქრობთ, ხო? გამოდის რომ კაცობრიობა ღვთისცნება უარყო, რომელიც ამბობს სულ უპირველეს ყოვლისა ეძიე ცათა სასუფეველი. დანარჩენი მოგეცემაო. დღეს ადამიანი არ ეძებს ცათა სასუფეველს, ეძებს ყველაფერს, მიწიეს სულზე სული არც აინტერესებს. ერთეულებია მეგობრებო. ამიტომ ეს ყველაფერი რო ხდება და ის რაც დაწერილია, ეს ყველაფერი ახტება. ახტება იმიტომ არა რომ რაღაც ეშმაკი ღმერთზე ძლიერია, იმიტომ რომ ადამიანები, რომლებიც ღმერთისგან შექმნილია და ღვთისხატად, ღმერთს განუდგებიან და ეშმაკის ხარეს დადგებიან და ამით მიეცემა ეშმაკს ძალაუფლება, ასე ვთქვა და გააკეთებს თავის საქმეს. ყველაფერი ხდება ჩვენი ღმერთისადმი არ დაჯერების საფუძველზე მეგობრებო. და რაც მოგივა დავითაო, ყველა შენი თავითაო ვიცი ჩვენ. კარგით არ დაგრუზავთ მეგობრებო. მე ვალდებულად ჩავთავრე თავი შემოსულიყავი და მესაუბრა ამ თემაზე. ღმერთმა დაგლოცოთ, ღმერთმა გაგაძლიეროთ. არ შეგეშინდეთ, ვიყოთ უფალთან და ღვთისწყალობით უნდა გავძლიერდეთ და ღმერთი არ დატოვებს იმ ადამიანებს, ვინც ენდობა უფალს, ვინც მინდობილია უფალს, ღვთისწყალობით გადარჩება.